გალამაში ხარ სიყვარული. მოდი. ჩემი ბაჭაჭა. მშვიდობის დე. დედიკო რაები გიკეთია ჩვენ შენ გამომწერებს დე. მიშველეთ ვინმე წავედით. დილა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. როგორ ახართ? ხართ კარგად? ჩემი ხმა არ ვიცი გაბუშვი სადღაც. ხო და კაი გამოძინებული გახლავთ. გუშინ მე და ჩემი ქმარი წამოვგორდით, უნდა გვეყურებინა კინოსათვის. იყო 11 საათი. ხო და ჩაირბინა, რომ ის არისო რა ქვია, შხაპს მივიღებ და ამოვალო და ამოსულა რაღაცა 5 წუთში. ხო და კი არ გეძინაო. ანუ ხო რომ გეძინა. ხვრინავ უსტვენდიო ისე გეძინაო და მოკლედ. მითხე რაიტომ არ გაბაღუძე? რა გაგაღუძეო? აი ყველა მხრიდან ხვრინავდი. ხელა ხმა იყო სახლშიო და ეს დროს დამიდგა. იმ დღეს რაღაცა ისე ვიყავი, აი შვებულებაში გავდივარ და რაღაცა. ეხლა ხო, დედა. იმიტომ რომ კაბით გიჭირს დედიკო ფრიალი იქ იმაზე და სწორი უთქვამს და ხო და დედიკო ჩვენ ხომ შარვალი გვაქვს კარატაში. კი სიხარულო. კარატისთვის ჩაიცვი შარვალიო დე? ხო, რომ ვივარჯიშოთ. კარგი დედი, აუცილებლად დე. გიორგი მასწავლებელი კარატაზე საუბრობს. კი ბატონო დე, აუცილებლად გავითვალისწინებ საყვარელი. ხო და დედიკო, გაითვალისწინე, კაბები არ უნდა გავხადოთ. ერთი სიტყვით გოგოებო. აქეთ გადმოდიდე ხელი მეტკინა სიყვარულო, აქეთ მარიკო. ხო ისე ვიყავი რომ მეთქი შვებულება არ მინდოდა ეხლა რაღაცა მიზეზების და გამო თლად შვებულება არ მინდოდა. მაგრამ ეხლა რო ვაცნობიერებ, ანუ რო გავიაზრე რომ შვებულება მაქვს რაღაცა ის მაქვს რა ქვია, ბედნიერების ღიმილები. ხო და იმიტომ რომ ერთი ზაფხულია რეალურად, თორე მე ეხლა ჩვენ არ ზამთარი გვეხება, არც თოვლი და არც ქარიშხალი მოგიხსენებათ, ხო? ხო და წავალ მშვენივრად დავისვენებ, მივხედავ ვლოგებს და ასე შემდეგ. თან ახლა რო ვაცნობიერებ, ცოტა მარიკოც ზაფხულში აქ და ყველაფერი ერთად რო შევაჯამოთ, მიხარია შვებულებაში გავდივარ. პირველში მივალ, რაღაცებს გავარკვევთ. რაღაცები ისინი ესენი და წამოვალ. მოდი დედი გადავიდეთ გზაზე ეწით გოგო. ხალხო რა სიმღერას იცით? თუ გითხარით არ ვიცი. Jaya maurera, usa orera. Jaya maurera, usa orera. Jaya maurera, usa orera. Jaya maurera. რა უნდა იმღეროს ჩემმა შვილმა ამაზე უკეთესი, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება რაც კი მახსოვს და დავიბადე ვუსმენთ და მესმის ხალხური სიმღერები. მით უფრო ხა ჩემს ოჯახში ჩემი ძმა ისეთი ბანია, რომ აი სასწაული და ზოგადად ჩვენთან სულ ისეთი ადამიანები მოდიოდნენ და მოდიან, ვინც საქმე ძალიან კარგად იცის და ჩვენი სუფრა ეს სულ ხალხური სიმღერებით იყო ხოლმე და მიდიოდა ტაშფანდური. და ნუ იმაზე ახმის ვამბობ ხა რომ ზოგადად ძალიან გემოვნებიან მუსიკას უსმეს ჩემი ძმა და აი ამ ყველაფერში გავიზარდე მე. ხა ჩემთვის გადმოდიდე გემოვნებიანი
სიმღერა და მუსიკა ჩემს ხვებისთვის როგორ ხო და მიყვარს ძალიან მიყვარს აი როგორც რა ვიცი ფრედი მერკური ბიტლები რა აი არ ვიცი ძალიან ნუ ჯექსონზე ხო უბრალოდ რა ვიცი სიტყვები მე მგონი აღარც მყოფნის და სმოკი და აბა და რა ვიცი რა ანუ ჩემი ყური ამას უსმენს და ეგ მიყვარს და ამ ყველაფერში გავიზარდე ნუ ჩემი ძმა თვითონ პიანისტია და ძალიან კარგად ფლობს და ძალიან კარგად ესმის ეს ყველაფერი და ანუ ამ ყველაფერში გავიზარდე ხო და მით უფრო ხა ჩემი შვილი რო ხალხურებს ღერს გიჟდები ანუ ისე მიყვარს და ისე მომწონს ხა გზაზე მიდიკუს კურდღელს ჩემი შაიამა იმღეროს თუმცა ყველაფერს თავისი განვითარების ის აქვს ეს გზაზე მიდის კურდღელს ძალიან აუცილებელია მაგრამ ზოგადად ვამბობ რა ხო და ასე რომ რა დედა რა ვქენი არაფერი წადი გაიქეცი შად არის შენი ბაღი დღეს ვარ მორიგე რაც იმას ნიშნავს რომ 9:30-ამდე მოგო სამსახურში ვარ და შეგვიძლია ბავშვები მივიღოთ არა მარტო მე სხვაც არის ჩემთან ერთად მორიგე რაღაც პერიოდი ხდება ერთ სივრცეში პატარების მიღება ძალიან ადრე მოდის და შემდეგ უკვე მიყავთ თავის პედაგოგებს ასევე ძალიან მალე ისეთი ამბები რაღაც ეს წარკვი არ მომისოს და ეს რა არის ახლა ხო ვერ მეტყვით რაღაცა შეშუპებული თუ რა არის გოგოებო აი რაღაცნაირად მაქვს არა და ძლიერ მაგალია მოგიხსენებათ ჩემამდე არ დადის რა არის და ასე რომ მივიღოთ ბავშვები ბოლო დღეა ჩემ ბავშვების ეს ოფიციალურად მიღების შაბათს აღარ ითვლება მოვალ ცოტა ხნით ხო და ჩავიდოთ პატარები ეს გახლავთ ჩვენი წიგნების თარო და ეს რა არის ხალხო ორიამდენი ზედა სართულზეა განთავსებული ასე რომ ხო და აქედან ხდება კარის გაღება დილამ შვიდობის როგორ ხართ გოგოებო დღეს არის კვირა დღე ხო და ჩემს მარიკო შევყიდი რომ წავიყვანდი მაკდონალდსში ხო და დილა უთენია მივდივართ იმიტომ რომ მე სახლი მომზადება და ვეღარ გავიყვანდი და არ მინდა რომ ეს დაპირება რაღაცნაირად ბავშვს მას ვქნა რა არა რომ დაპირდები უნდა შევსრო საკმაოდ გრილა ჩემთვის აიდეალური ამიდია მაგრამ ნუ მარიკოსთვის მოსაცმელი კი არა და ზედააცვია ესე იგი 550 თუ რაღაცა რო დადიოდა ხოლმე იქით აზრი არ აქვს მაგის ლოდის იმიტომ რომ შეიძლება მოვიდეს 1 საათში ამიტომ მაგას რო არ ველოდო ახლა სიკვდილამდე ჩავძრობით მეტროში ამოვალთ დიდუბეში ოღონდ მეორე მხარეს ზედა მხარეს და იქ გაიხსნა მაკდონალდსი ნახალუკაში სანამ დიდუბის ხიდში გაძვრებით რათა რაღაც მაგ ტერიტორიაზეა ხო და წავიდეთ და მივირთვათ უბრალოდ მარიკომ უნდა მივირთვას ბურგენი მე არ ვიცი რას მივირთვე არაფრის არ მაქვს რაღაცა დიდად ანუ სურვილი მაინც და მაინც არ მაქვს შესაძლოა მხოლოდ ყავა დავლი ყავაც არ ვიცი რაც საკმაოდ ადრეა და სტაზიზი ვერ გამიგიერა ხო და სამაგალოდ ბურგენია სამაგალოდ ბურგენი არის და რო დავპირდით
ეს არის თქო. საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ მამიკოს ფინანსებით მივდივარ. გამოდი აქეთ. ესენი შემინა. გამოდი თუ შეიძლება აქეთ ჯერ ხელი მომკიდეთ და ხანი და მივდივარ. კაცო რო პირდებოდი. მივდივარ. ვისი ჭიბით. მეუთხარი მამიკოსი, ბიჭი ხალხი არ მიხია მეუთხარი და ხოდა მე რა გამომილებს ხალხოსობა კადა რა იცით ხალხურაში გამომატკი არაგაც იმამდე ხარ როდის არის ხალხოზე ხვალამდე ხარ რა პრობლემა მქონდა წავიყვანდი მაგრამ რატო ხოდა მოთხარი შენ ერთად გვინდოდა და რადგან შენ ვერ მოდიხარ მოთხარი შენი ფულით მაიცავ ო კამოსავალი ხოდა ხა ვფიქრო ხა მარჯანიშვილზე ხარ გავირბინო მაგრამ რაღაცა მizarba მარჯანიშვილი არ და ხარ გონიათ რომ ახლა მაგას ნაკლები დრო დამჭირდება მანდაც მაინც მეტრო მჭირდება მაგრამ იაუ უაუს მერის ჩემი რა დედი ხალხურების მოყვარული შვილი მივიდეთ მაკდონალდსთან ცოტა წინ იყურე და ახლოს ჩამოვედით შედარებით მოდი ახლოს კი არა და ხალხო შორს არა ქვია მაგრამ ოდნავ მაინც ფეხით გამოვა იმიტომ რომ გაჩერება იყო და მე მომერიდა კიდე მეთქვა ხა გამიჩერეთ და მე მგონი პირველები ჩვენ მივალთ სიატრები მაგრამ რას ვიზავთ მოვედით როგორც ხედავთ ნახეთ როგორ ლამაზი და კუსკუსა მაკდონალდსი გვაქვს ახლა და იმედია პირველები მხოლოდ ჩვენ არ ვიქნებით არა აქსის ხალხი დავედით hello ნამდვილად ღირდა დღევანდელი დღის მარიკოსთვის დათმობა ისეთი ბედნიერი იყო სულ გამოვიდა 14 ლარი და 10 თეთრი ჯამში მეგობრებო შევუკვეთ ერთი ყავა ფრი და ყველანი ტოსტი ეს ყველაფერი მარიკოსთვის ნუ ყავას არ გულის ხო ხმა მაღალზე იყო ძალიან სიმღერები ამიტომ ჩემი ხმის მოსმენა მოგიწევთ აგერ ბატონო რაღაცებს განვიხილავდით მე და მარიკო და ვთხოვდი რომ მიირთვას ის ყველაფერი რასაც მოუტანენ და ყველაფერზე დამთანხმდა ხო და ნახოთ საოცრად მომეწონა ინტერიერი აქ კიდე კარგად არ ჩანს ორი სართულია ძალიან კარგი განლაგება მე ძალიან კმაყოფილი ვარ მადლობა ვინც მოიფიქრეთ რომ ნახალუკაშიც გაგვიხსნათ ეს ყო ჩვენი შეკვეთა საკმაოდ ბევრი ეყარა რაც მარჯანიშვილზე არ მოგვეწონა აქ კარგად ცოტა ბლომად იყო ეს ყავა და მარიკოს ბედნიერი სახე ეს კი ტოსტი ტოსტს ქონდა არაჩვეულებრივი სუნი ანუ აი გადავირი ესეთი გემრიელობა ვიზუალის ჭადრთელობა გვაცა დავიწყოთ ყავის დალევა თუმცა ისეთი მწარე იყო რომ შეუძლებელი იყო ჩემთვის ყავის მირთმევა იცით რომ მწარე ყავა არ მიყვარს თუმცა არც ძალიან ტკბილი მაგრამ იყო ნუ აი არ ვიცი წიწაკა ხო და ამიტომ დავამატე არა ერთი არამედ მე კიდე დავამატე მეორე რადგან ვერაფრით ოდნოს სიტკბომდე ვერ მივიყვანე ძალიან კარგი იყო განტვირთვა ძალიან დამყოლია მარიკო არ შეგიშლის ხელს და არ გადადგამს მთელ ტერიტორიას რაც ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის ხოლმე გაგვიმარჯოს ყავის მოყვარულებს აბა ნახოთ როგორია დედა რა მწარია ამიტომ მეორე დავაყარე კიდევ ჩავყარე უკაცრავად არ მიყვარს მწარე თქვა გეუბნებოდით გული მწყდებოდა ბევრი გესაუბრეთ მაგრამ რატომღაც მე გამახსენდა რომ სამწუხაროდ ჩემს ვერ გაიგებდით მუსიკის გამო
აქ მარიკო მიირთმევს თავის ფრის და ჩვენ ვემზადებით იმისათვის, რომ ტოსტიც მიირთვას და წინაპირობები შეუქმენი ყველანაირი და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ თითქმის ნახევარი ტოსტი მიირთვა ხან დედიკოს ხათრით, ხან მამიკოს ხათრით, ხან საკუთარი თავის ხათრით და ასე შემდეგ. საუბრობთ ჩემთან ხوار გადმოხვალთქო და არა აქ ვიჯდებიო მითხრა ხო და ვუმზადებ რომ რაღაცნაირად მიირთვას. აი ყველანაირი შესავალი გავუკეთე. ფაქტობრივად ზღაპარი დაუდგი სპექტაკლის სახით ოღონდ კი ეჭამა. ანუ ხა ბურგერი მისთვის არ შევუკვეთე. თქვენ იცით რომ მარიამს ხა რომ ხვედრო და ხორცი წარმომიდგენია რას ჩაიდენ და არც ყოლზე გადაირია მოდი ვთქვათ, მაგრამ მაინც ნახევარი რომ მიირთვა კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი ხა. ისაყვარელი. ნუ იმდეს ვაცემინებდი ხალხო რომ აი არ ვიცი. მშვენივრად მიირთვა, ცოტას თავისთვის მიირთმევდა, მაგრამ შიერი არ წამომიყვანია ყოველ შემთხვევაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი ეს წირასაც ხედავთ, იყო ძალიან ლამაზი, მრგვალი დასაჯდომი იყო, უბრალოდ მე არ მინდოდა, იმიტომ რომ მიჩვენე ხოლმე რაღაცა ხეთს ვუყურო, თუმცა ძალიან კომფორტული და ლამაზი იყო ნამდვილად. და ამიტომ დავჯექით აქეთ. სხვა მხარეც ქონდა, ღია სივრცეც აქვს მეგობრებო და ასევე ბავშვის სასრიალოც იყო, ოღონდ რაღაცა დახურული და დიდი იყო და ვიფიქრე არ შეეშინდეს თქვა სრულად დახურულში და მაინც არ მოვიდო მე იქ შეყვანა, ცოტა მშიშარა ვარ, მოდი ვაღიაროთ. ხო და ფრი ბოლომდე მიირთვა 2 ცალი ფრი მე მივირთვი დანარჩენი მარიკომ დაასრულა. გადვიტვირთეთ, საკმაოდ დიდხანს ვისხედით. მშვიდად დილა იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენი ხალხი იყო გამიკვირდა. მერე მოვიდნენ უფრო სწორად. ჩვენ ფაქტობრივად უთენია, მამალმა რო იყევლა, იქ ამოცხადდით მე და ჩემი შვილი. ხო, საკმაოდ ბევრია თქო გეუბნებოდით, მარჯანიშვილზე არ იყო ესე რაღაცა მთლად სავსე. და ყველი ამას ძალიან კარგად ქონდა, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, ასე ვთქვათ, დაიმსახურა. ბევრი ვფიქრე რა შემეკვეთა მარიკოსთვის, არ ვიცოდი, ერთად განვიხილეთ მე და გოგონამ, რომელიც დაბლა მემსახურებოდა და საბოლოოდ შევჯერდით ამაზე. ნუ ბურგერის შეკვეთას არანაირი აზრი არ ქონდა და იქ რაღაცების, ნუ ტყუილა დავიღებ და ჩემი დასასრულებელი გახდებოდა, ამიტომ არ მინდოდა არც მე. ხო და აქ უკვე ვწუწუნებ იმაზე, რომ გარეთ გაწვიმდა და ნერვები მომეშალა, რომ კოლკა არ წამოვიღე. ენა არ გაუჩუმებია, იმდენ კითხვას ვსვამდა, რაც იქ ვიყავით. წყალი ვთხოვე და მადლობა გოგონებს, რომლებმაც მომიტანეს. ანუ მე რამდენად უნდა გავცივდე, ყელში ამომივიდა, სრული ამ სტყვის მნიშვნელობით. აღარ შემიძლია, იმუნიტეტის სწავლები რომ მივიღე, რაღაც პერიოდი ვგრძნობდი თავ ძალიან კარგად, ახლა ისევ დამეწყო, არ ვიცი ეს ვირუსი თუ რა მოხდა, ვერ გეტყვით. მაგრამ ნუ აი ცემინებას, აი ვეღარ ვასწრებ. ყველა ნაბიჯზე ჯანმრთელობას მეუბნებოდა ხალხი და მე მგონი ხალხიც დამყალე. ხო, აქ უკვე ბებოს ხათრით გადავედით კვებაზე. ცოტა ხანი მერე დედას დავურეკეთ და გული გაუსკო და ამ დილა უთენია რა ხდებაო შეეშინდა. ძალიან მინდოდა კობაც ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოგვიხერხდა სამივეს ერთად წამოსვლა. მაგრამ არა უშავს. სხვათა შორის გადავიღე ინსტაგრამისთვისაც რაღაც პატარ-პატარა კადრები, რომელიც ავაწყე და დავდე კიდეც ინსტაგრამზე, იცით რომ არ ვარ აქტიური. მაგრამ იმდენ ხანი არ დამინდი არაფერი რომ დავდე. ხო, აი ეს ნაწილი უკვე მე დავასრულე, ძალიან ისეთ პატარა ნაწილი. და ძალიან მომეწონა ნამდვილად, უდაოდ იყო ძალიან გემრიელი. ყველი სავსე გადატენილი, გადამოტენილი, შემიძლიათ ამომად გითხრათ. გაგვიმარჯოსო. გაგვიმარჯოსო და ერთი 10 ჯერ მომიჭახუნა მე მგონი რაც იქ ვიყავით. დედიკო გაგვიმარჯოს, მე უნდა გაგვიმარჯოს დედიკო. გადავწყვიტე რომ წყალი
დაელია ვიდრე რა თქმა უნდა კოკა-კოლა. ხო, 5.40 ტოსტი, ამერიკანო 4.45, საბავშვო ფრი 4.25. რო გამოვდივართ, ნახეთ როგორი საყვარელი, რაღაცა სიმწვანისის აქვთ გაკეთებული. მოიცა ცოტა ახლოს მივიდა, შესაძლოა ვერც ხედავთ. ძალიან მომეწონა, ძალიან. ნახეთ როგორი ლამაზია ეს სიმწვანე გაკეთებული, გადავირი ესე მომეწონა. 10 ბალიანი სისტემიდან 10. რაც გავსინჯე მომეწონა. ნუ ხა ყავა მე არასოდეს არ მომწონს არც მაგნოში და არცად. ყავას გამოვტოვებ. თუმცა კარგია მაგდონალდში რომ დავიდე. ძალიან კარგად იყვარს. მაგრამ მაინც ვისიამოვნე, ანუ ტოსტი მომეწონა. ხა მეც და მარილიანი მიყვარს, მაგრამ ესე მარილიას ვინ გამიკეთებს, ხო? შეჯამება ესეთია, ტოსტი კარგი, ფრი იყო ძალიან გემრიელი, 2 წელი გავსინჯე. გონზია რა რამდენი კალორია ქონდა ხა იმ ტოსტს. თლიანი არ მიჭამია, იმიტომ რომ არის ამაჭამა ნაწილი. თუმცა დღევანდელ ამ გამობრძანებას, ასე რომ ვთქვათ, რაღაც სადღაც 200 კალორიას მოვაკლებ და 200 წავედი თუმცაც. ნუ ასე 200 კალორიას ვარაუდობ, თუ იქნებოდა ის ტოსტიზე შესაძლოა ოდნავ მეტიც. რავი, არა მგონი. ხოდა? ზოგადად დიდად რო გითხრათ, ხა ეგეთი სტილის ტოსტი მანაყრებს ნაკლებად, მაგრამ რავი, ჩვეულებრივად ხა. დაოდე? კიდე. მიჯდება ტელეფონი, ახლა მივიდივართ რაღაც კაცმელების მაღაზია. ყოველთვის მარშრუტკიდან ვხედავდი ხოლმე და არასდროს მომდომებია შესვლა. იმიტომ რომ მაგ ადგილას ესე არ ჩამოვდივართ ტრანსპორტიდან და უბრალოდ გზად არის. ხო და რადგან აქვე ვარ, მოდი შევივლი, მაგრამ ტელეფონი მიჯდება და რაც გადავიღებ გონზე, ალბათ ოც ვერაფერს, მაგრამ ნახოთ, ალბათ თუ ცოტას გამიქაჩავს და აქვე არის მეტროც და აქვე ჩავძვრები და აღარ დაველოდები ის ავტობუსი როდის მოვა ან მარშრუტკა. იმედია ღია დამხდება. კვირა როა ფიქრობ შეება ისვენებდნენ. მოდი ვნახოთ. საბარო არის და ეს სავაჭრო ცენტრები იმის ჩაყოლებაზეა მაგდონალდს და აგერ არის გენაცვალე მეტრო. ზედა მეტრო თუ რაღაცას რო ეძახიან დიდუბის. ვუახლოვდებით იმ ტასმელების მაღაზია, საბავშვოა. წავიდეთ. პრინციპში ავტობუსების გაჩერებაც აქვეა და შევა ავტობუსთან გავქანდეთ. აქ იყო მაღაზია და რა ვიცი, მგონი აღარ არის. მოიცა თაბა ვნახო. აბა აქეთ ხო არ არის ჩაყოლებაზე, მოდი ჩავიდეთ, შეიძლება ოდნავ. ეს წუთი. ეს ხუმანა სხვა არის, მოდით ერთი წამით. აქ რაღაცა კიდე სხვა, მე მგონი ვიყავე. აგერ ბატონო მოვედით მარინაში. აუ, ყველგან მუსიკემა სისხლი გამიშრეს. ყველგან ვსაუბრობ და მე ხმას ვადებ ამ ბოლო პერიოდში. ხო გეუბნებოდით რომ არ ვიცოდი ეს მაღაზია თუ იყო, რატომღაც მეგონა მხოლოდ ბავშვთა. ამდენი წელი არსებობს და არც კი ვიცოდი რომ ეს იყო. მერთო ჩემო. ძალიან დიდი არჩევანი იყო, ამაზე გესაუბრებოდით. ძალიან ბევრი სამოსი იყო, ასევე ბევრი რამ მოვირგე, მხოლოდ ერთი ზედა შევიძინე და წამოვედით. დილა მშვიდობის, ვაიმე მიშველეთ. ღამის 9:30 დილა მშვიდობის მეტი ვერა ვარ კარგად. საღამო მშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. გადაკარგო. არა, დედიკო რა დილა საღამოა შვილო. საღამო მშვიდობის მეგობრებო. მიაკ მშვენიერი სუფრა მქონდა გაშლილი საზამთროდ და ყავით. მაგრამ ის არის, რა ქვია, მობილურზე დავიწყებ ერე საუბარი და შემომეჭამა და შემომესვა, მაგრამ ყავჯერ დამისრულებია. როგორ ხართ გოგოებო, რა შურებით? სიმართლე გითხრათ, ძალიან მომენატრა ეს ქაოტური ცხოვრება, რასაც ინტერნეტი ქვია, იმიტომ რომ ზოგადად ვერც კი ვუყურებ ვეღარაფერს, ვეღარც ვიდეოს, ვეღარც ჩემ რაღაცას, ვეღარც იმას, ვეღარც ამას. ფაქტობრივად სრულად გადართული ვარ სულ ცხოვრებაში, მაგრამ ხომ მოვდივარ ხოლმე. პირველად მოხდა რომ ესე 2 დღე
მიმოვიკარგე, მაგრამ ნუ მე ისე დაუბრუნდი, ასე ვთქვა და რამ გამაგიჟა, ღამე დავამონტაჟე და უთენია დავდე, რა ქვია, ვიდეო და ახლა დილით დადებულ ვიდეოს ვნახვა არ ექნებოდა, მეც ხო ვიცოდი ისეთი, მაგრამ რაღაცე განწყობა მქონდა, რომ მოდი მეთქი უკვე და დავტო, როგორ ხართ, რა შევით ხალხო. ვაი მე თავი მილაყლა. თავი მილაყლაყებს მე მგონი. ხო, კარგად ხართ გოგოებო? სტაბილურად ვართ ყველა, ეხა კარგად, აი თან მე ჩემ თავზე გრაზობ ხოლმე რა, ხო კარგად ხართ. აი იმდენი რამე ხდება, რომ მე მგონი ხო კარგად ღარ ადამიანს აღარ უნდა კითხო და მერიდება ხოლმე უკვე ამის კითხვა, იმდენი პრობლემა გვაქვს სოფლიოს და ეხა საქართველოს რატო ჩამოუვარდება მაგ ამბავს. და ეხა როგორ შეიძლება ისე ვიყოთ ხო ყველა კარგად, მაგრამ რას ვიზავთ? ესე ბატონო გარგო ჩამოდი. კი ბატონო, სად გაგდედი? აი მე ამან გაიხა. ეს ჩემი გადამრჩენელია ამზადებო. აი მე გოგოებო. ისეთი შეშინებული, შეშფოთებული. მოიცეთ გავხადო, ისე ვერ ვილაპარაკე მარტამაცდის. Sorry. მოკლედ, მოვედი. გერგოს კაბა, ანუ გერგოს კაბა რო არ გქონდეს ჩვენ, არ ვიცი რა მოხდებოდა ამ ოჯახში. ხო, რას ვამბობდი? ესე იგი, ნაძალად დავიდა ტაქსით ამოვედი, იმიტომ რომ კიდე განოდ დაღლილები მოვეყარეთ და აღარ შემეძლო და რაღაცები მქონდა საყიდელი და აი მართლა ამას უკვე რაღაცა ვატყობდი, რომ ცოტა ესე შვებოდა თან და ვაი მე მეთქი ამას ფეხი აკიდებული პლუს ცელოფნები რა წაიყვანს თქო და მოკლედ. მოვდივართ ტაქსით და ხალხო ხედავ, აგერ სახლთან ვარ. რომ ჩემი სახლიდან აი რაღაცა სამი სახლის იქით, სადაც ოღონდ რა ადგილი გითხრათ. სულ არიან ბავშვები. მინიმუმ 20. სულ დაქრიან სკეიდებით. და არა მარტო სკეიდებით. ეგ არის ადგილი, სადაც ნუ აი ხალხი რო არ იდგეს ხო, მათ აი უბრალოდ მინიმუმ შეუძლებელია, აი ეგეთ რამეს ალბათ ვერ დავიჯერებ რომ მითხრან რომ იმ ადგილას ვინმე არ დგას, ან ბავშვები, ქალი-ქალები, ანუ ხო ხვდებით რა. რაღაცა სკვერივიდი გვაქვს ეგ ადგილი, ესე რო გითხრათ რა. ჩვეულებრივი გზარი ხალხო ვიწრო, მაგრამ ნუ ეგრე გვაქვს მოკლედ. იმიტომ რომ სხვაგან ყველგან მზია და ეგ არის რაღაცნაირი ადგილი და ოდნავ ჩრდილია ხოლმე და რაღაცერად მე სიო კარგად უბერავს, აი მანდ ვართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, როგორც ტრასაა ფაქტობრივად, მაგრამ ნუ ეგრე ვართ. სულ ტივი ვართ. აქედან მანქანა მოდის, იქ სულ ამ დღეში ვართ. და ვხედავ, რომ მანქანა მიდის ასე და ანუ მანქანა ასე კი არ დგას. აი რაღაცა, აი ესეა რა. და შევხედე, რომ ხალხი იღევა რა ჩემები, ანუ რა ხდება. და ვაიმე, უცებ აი გამცრა რაღაცნაირად, რომ მერთო, ოღონდ ახლა ვინმე ბავშვი არ იყოს დაჯახებული. თან ერთი კი გავიფიქრე, რომ მეთქი რაღაცა ბავშვთან რო იყოს კავშირში, კიდევ და კივილი წივილი და მთელი ამბავი, ხო? და იყო რაღაცა ისინი, მაგრამ აი ეგ თლად ეგეთი ის არ იყო და გავქანდი ვიღას ახსოვ და ახლა სახლი და ცელოფნები გახუწევით, მივქანდი და მივედი მეთქი რა ხდება კაცო. არის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეჯინა ბავშვი, ალბათ 9-11 წლის იქნება. შეიძლება არის მაგდენი და მეზობლები ასწვნენ ბავშვს წყალს რომ დაწმარდეს და მივხვდი რომ ანუ ერთად იყვნენ. და არის უგონოდ მდგომარეობაში გათიშული მთვრალი ცხოველი. და კურწია. ეს თვალია თქო, ჩემი ზოლოს ვიყო, არა დაღლილიო და გაეცინა და გასაგები იყო. შეჯახებია ჩემი მეზობლის წინ როგორ არის, იცი? აი სახლის წინ რო იციან ხოლმე რაც ყვავილების რაც ადგილის დატოვება და ის დაცული, მაგრამ ანუ ხო ხვდებით გამოწეულია ესე რა, როგორც რა ვიცი 99% აქ მგონი. დაჯახება იმ დონემდე რომ აი შეჭეჭყილი იყო მთლიანი ეს მილები რა. და უკვე რაღაც საუბრები მიმდინარეობდა ხა უკვე ნუ
ეს წი რაღაც არ ვიცი ხა რა ქვია, ვით საჭეს მართავდა, ვით ერკვევით გეცოდინებად რა ქვია იმ რაღაცას, ეს ჩამოგდებული. ნუ დაზიანებული მანქანა ძალიან, ჩამოგდებული მთლიანად და მიჭიჭყილებით რა. აი რამდენჯერ გავიფიქრე, მადლობა ღმერთო, რომ აქ არც ერთი, ეს არის ხალხო წარმოუდგენელი, ვერავი დამაჯერებდა, რომ ამ ადგილას არ იდგა ვინმე. აი ვინმეს რო ეთქვათ გეუბნებით რა, აი არ დავიჯერებდი. არც ერთი ბავშვი არ იდგა გარეთ. არავინ არ იდგა გარეთ, როცა ეს ინციდენტი მოხდა. მე ვიცახე აი დედები, ბავშვები რო დასრიალებენ, არავინ. არ ვიცი ხა როგორ მოხდა, ეგ ალბათ გადმოგხედა ღმერთმა თქო ვიცახი, რომ არავინ მართლა არ მდგარა იქ და გადარჩენილები ვართ, უფალს მადლობა, რომ ჩვენი შვილების, რუსი შვილები რა მნიშვნელობა აქვს, ვისიც გინდა იყოს, არ იდგნენ. იმ დონის შეჯახება იყო, რომ იქ რო ვინმე მდგარიყო, ნუ არ არსებობს. გადარჩენა ალბათ არ არსებობს, აი არ ვიცი, ხა ბავშვს წარს უზავ და წარმოიდგინეთ, ხო? მით უფრო კაცო დაწვებიან იმ გორგოლაჭებზე და მიქრიან მთელი სისწრაფით, ნუ აი წარმოუდგენელი რაღაცები ხდება უბანში რა. და წარმოიდგინეთ რა უბედურებას ვართ გადარჩენილები. რა გამომიყვანს მე უთხარია, წამოდი შულსაში, არ მინდა არაფერი, მეთქი არ მალაპარაკოთ. წამოდი დედა მე უთხარი. ანუ აი მართლა საგიჟეთია დედას გეფიცებით, ჯერ ზოგადად გზებზია საგიჟეთი. მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ხალხო, ეს ფარეხები რისთვის გაქვთ? ერთხელ ავალ, უბრალოდ ამიჭერენ თორე. მაღლა და ჩაგიჭიჭყავთ ყველას მანქანებს. ჩემი უბნიდან დავიწყებ. სულ რო ზემოთ არავიდე ხალხო, მე სიმძიმე ვარ, ახლა ერთი თითი რო ავწვი, მაინც ჩაგეღუნებათ ის რაღაცა, რა ვიცი, რა ქვია, იმ თქვენ წინა იმეებს და თუ ვინა მაღლა ავალ, არ არის პრობლემა. ვერ გაუვლია ხალხო ადამიანს. ამიცინეთ არაფერ შუაში არ არის ამ წამს ის იყო, ახლა გადჩული მთვალი და ისე რომ დასაჭერია ისე რომ ვთქვათ. გადჩული მთვალი და ჩამოართვა მოწმობა. აქვე ცხოვრობდა რაღაცა ძმა, თუ ეს ბავშვი შეშინებული. ფერი არ ეტო სახეზე. და კიდე მამამიზე ნერვიულობდა. წარმოიდგინეთ. ხო და ვერ გაივლი გზაზე. ეტლით, მინდა ბავშვი ასეირნო ხანდახან აი რო ცოტა შორ გზაზე მიდივარ და მინდა ხოლმე ის ასეირნო ეტლი წავიღო და სადამდეც უნდა თავის ფეხით იაროს და მე ჩავსვა რომ შორ გზაზე რომ იყო ბავშვი ცოდუა და დაჯდომა უნდა აყვანა უნდა და იქ ჩავსვა. რა გინდა დედა? ეგ გაიგეთ. აჰა დედიკო. და ფიზიკურად ხალხო ვერ გამივლია. საიდანაც მოკრის ის ქიდან მოკრის ეს აქედან მოკრის და ეხლა მე ძალიან შიშარა ადამიანი ვარ და მე არ შემიძლია ასე ექსტრემში ჩავერთო და ეტელით ვისრიალო ღვთისიმედად. ფარეხები რისთვის არსებობს? მითხარით. იმისათვის რომ თქვენი ავტომობილი შეაცუმსულოთ ამ ფარეხში. რატომ არის უმრავლესობა გზებზე, იმ გზებზე, სადაც უნდა ვიაროთ ჩვენ, მაგრამ გახართ თქვენ. უბრალოდ მაინტერესებს რა. სადაც უნდა ვიაროთ, ისეინო თუ თქვენი რამ საქმეა, ეხლა მე რას გავაკეთებ მათ, მაგრამ ეს გზა ჩვენია, ხალხო. მანდა არ უნდა იდგეს მანქანა. არც ერთ ვარიანტში არ უნდა იდგეს მანქანა, ანუ აქედან მანქანა და ჩვენ ასე გავივლით, ეტოლებს ლაპარაკი ზედმეტი. ანუ რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ პატარა რო იყო რომ არ იყო, ვერ გამიყვანია სასეირნო ეტლი, იმიტომ რომ ნუ საშინელება ხდებოდა რა. არ შეიძლება ხალხო ასე. თქვენ რო გეზარებათ ფარეხებში მანქანის შეყვანა, წარმოიდგინეთ ჩვენ რა დღეში ვართ. ფეხით მოსიარულეები. და არა მხოლოდ ფეხით, ეხლა ეს კიდე სხვა თემა ხალხო. ვინც საჭეს მართავს, არის დატანჯული. აღარავის აღარ უნდა საჭეს მართვა. იმიტომ რომ ვერ დავდივართ, ხალხო. ადამიანები, რომლებიც მანქანებში ცხედ, აი მარშრუტკით რომ მოვდივართ, ხო? ვერ მოდის ეს მძღოლი გვევნება რომ ღმერთოვო. ეს სად დავარო და რა ხაზზე დამსვეცო, ეს კაცი იძახის. ამას ცენტრალური ტრასის ხაზი არ მერჩივნაო? შუქნიშნებზე დგომა არ მერჩივნაო? ეს რა ხდებაო გზებზეო? ფარეხებში შეიყვანეთ ხალხო, ეს ვერ მოდის ხალხო, ანუ მარშრუტკა ვერ მოდის, ვერ გამოდის. ზოგს ისე უყენია ერთხელ მახსოვს ვერაფრით ვერ გაეტია მარშრუტკა, როგორ მახსოვს,
ცოტა სხვა ქუჩაზე კრუქს არ ტყავდა და ერთი წუთით საუბრობ. ვერ გავიდა, იმიტომ რომ ისე ეყენა ვიღაცას მანქანა, გახიდული, ანუ ყველანაირი გზა რო გადაკეტა. არც იქ იყო ველოდეთ მარშრუტკაში და ბოლოს მოატრიალა იმ საწყალმომწყობმა და სხვა გზით წავიდა. აი სრულიად ქაოტური მდგომარეობა და დაუმსახურებელი ვითარებაში ვცხოვრობთ ხალხო. ესე არ შეიძლება. ძალიან ბევრს რო გაქვთ ფარეხი უკაცრავად, უკვე ოთახებად გადაკეთებული და გაქირავებული. რო გამობრძანდეს კანონი, აი მაგაზე, ფარეხში უნდა იყოს არა, აი რო თავზე მადევს თქვენი მანქანა, ვნახოთ ერთი, მერე რა მოგივათ, სად წაიყვანთ ამ მანქანებს. მესმის ხალხო გაჭირვების გამოკეთდება, რომ ბევრმა ოთახებად გადააკეთა, მაგრამ გამაგებინეთ, ისე მაინც დააყენეთ ხალხო, რომ გავიაროთ. გზაზე სადაც ეტელი არ ეტევა, ხა მარშრუტკა გაეტევა, აი გამაგებინეთ რა. ვერ ერთმანეთის გვერდის აქცევაზე არც კი ვლაპარაკობ, აი მოდის ხო იქიდან რაღაც აქ ვერ. წამოვედი და გავართ ასე, გამოდი, გამოვა და არის ერთი აბა ხალხო კივილი წევილი ქუჩებში. აი მე არ ვიცი. ხა ეს რო უნდა მოსოიყო მთვრალი. ჯერ ბავშვს რო იჯენ, ანუ რა დონი, აი ეგეთი ხალხი მეჯავრება ხალხო ვერ ვიტან ეგეთ ხალხს. კაი მთვრალია ჭკუ არ მოეკითხება რო იციან. ნეტად უქონდა. საერთოდ. ისე რო თვრები რომ ბავშვი იცი ყავს, აი მზად ხარ რომ ჩაიჯინო, ფხიზელდმა ხო იცი ეგ? გეხვეწებით რა. სულ როგორ შეიძლება ადამიანი მოვუწმიდოთ ნამოსი, არ არის ეგრე რა. გადარჩენილები ვართ, მადლობა ღმერთს რომ გადავრჩით. ალბათ აი არ ვიცი ღმერთო რა დონეზე გადავრჩით არ ვიცი, რომ იქ არავის აი ამ წამს უკვე სავსეა უბანი. და ახლა მოვედი და მაინც სავსე იყო ხოლმე, კი არა შუა დღიდან ივსება უბანი და არავინ არ იყო. რა მხელა იმით უყვარვართ ღმერთს რომ დაგვიცვა. რომ დეგენერატი რომ მითხლაშუნობდა, წარმოიდგინეთ ბავშვი რა დღეში იყო. გამკაცრდა ბატონო კანონი. სადამდე გამკაცრდეს, რომ ადამიანის გონებამდე დავიდეს ის, რომ მთვრალი ნასვამი არ დაჯდეს საჭესთან და აი ხო არის ვერ დასრულდა ეგ ამბავი, რომ აი რა იცით? მე მაგარი რულა ვიკიوار და მთვრალი დავიჯდები თუ რაღაც. წავიდა ხალხო ეგ რა რულა ვიკიყარ, შვილო. არ არის ეგ ქუჩური რაღაცები, არ არის. ჯერ ადრეს რო იყო ეგ დანაშაულია და არა თუ არ არის. აღარ გვინდა ბატონო ადამიანებს ეგ თქვენი რაღაცე რულა ვიკებიوار და მთვრალებით ვიჯდებ და აგერ ბატონო. იმ ადამიანს ხო დაუზიანა, ის ხო გასაკეთებელია, ხო? ის რაღაცა ღობე რომ მიუნჯღრია. გაუკეთებს? რაღაც არ მგონია. არ ვიცი, ვიზუალურად არ ეტყობოდა რომ ის გამკეთებელი იყო. ეუბნებიან კაცო, არავინ ყავსო? ვინმე კაცო მეგობარი ვიღაცა რომ მოვიდეს და წაიყოს ეგრე მანქანა, წაყვან აღარ გო და წაიყო. ძალიან ცუდია. ნასვამი არ უნდა დაჭდეს საჭესთან. შენ საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს, რისი უფლებაც არ გაქვს. უზიანებს სახლს, რის უფლებაც არ გაქვს. იზიანებ თავს, აზიანებ შენ შვილს. რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო ეხლა, რა ვიცი, აბა ხალხო, რა ნორმაში ჯდება ეხლა ეგ მითხარით რა, რომ ამ დონემდე შეგიძლია კაც რო იყო რაღაცა აი ჭიქის მონა რა, რომ შვილი გიზის უნდა წაიყვანო, იცი, აი მონა ხარ, აი ჭიქის მონა, წერტილი. რავი, მეტი რა ქვია ეხლა მაგას. არა ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა ხალხო, არა. კარგი რულავი კი ვარ, დაივიწყეთ. სიმთვრალე მე გარიცის. არ ვიცი. როდემდე